დღესდღეობით ფაქტიურად კამათი არ არის იმის თაობაზე, რომ ძილი მნიშვნელოვან როლს უნდა ასრულებდეს დასწავლისა და მეხსიერების პროცესისათვის. თუმცა ზემოთ აღვნიშნეთ, რომ იგივე დასწავლა და მეხსიერება სხვადასხვა ფორმის შეიძლება იყოს და არც ძილი წარმოადგენს ჰომოგენურ მოვლენას და ის რამოდენიმე სტადიისაგან შედგება. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესოა ის თუ რა კავშირი არსებობს ძილსა და ამა თუ იმ ფორმის დასწავლასა და მეხსიერებას შორის, ან რა გავლენას ახდენს ძილის ცალკეულ სტადიაზე დასწავლის პროცესი, ან პირიქით ამ სტადიის მიმდინარეობა, ან მისი წილი მთლიანი ძილის განმავლობაში დასწავლის ფენომენზე. მთელი რიგი მონაცემები არსებობს ამ საკითხის თაობაზე და ძილის როლი მეხსიერებაში და დამამტკიცებელი საბუთები ამის შესახებ მოპოვებული იყო სხვადასხვა სახეობაზე ჩატარებული კვლევებით და ცდებით. რა თქმა უნდა, მათ შორის იყვნენ ადამიანებიც, ასევე ადამიანის მსგავსი და არამსგავსი პრიმატები, ისეთი ორგანიზმებიც, როგორიც არის თქვათ კატები, თაგვები, ვირთაგვები თუ სხვა. და ფაქტიურად ამ სხვადასხვა სახეობის შესწავლამ გამოავლინა, რომ რეალურად არსებობს მნიშვნელოვანი კავშირი ძილისა დასწავლასა და მეხსიერებას შორის. თქვენ უკვე კარგად მოგიხსენებათ, რომ დასწავლის პროცესში სხვადასხვა ეტაპებს გამოყოფენ და მათ შორის არის ერთ-ერთი კონსოლიდაციის ეტაპი. ზემოთაც აღვნიშნეთ, რომ საკუთრივ კონსოლიდაციის ეტაპში გამოიყოფა მასტაბილიზებელი და გამაძლიერებელი ქვე-ეტაპები. კვლევებით ნახეს, რომ სიფხიზლის პერიოდში ძირითადად როგორც წესი ადგილი აქვს კონსოლიდაციის მასტაბილიზებელი ეტაპის მიმდინარეობას, ხოლო ძილის დროს კი კონსოლიდაციის გამაძლიერებელი ეტაპი დგება. ხლა რა ხდება ძილის დროს ჩვეულებრივ, ხომ? დასწავლასთან მიმართებაში. როგორც წესი, ძილის პროცესში ადგილი აქვს ან რაღაცა დაკარგული მეხსიერების აღდგენას, ან რაღაც დამატებითი ინფორმაციის დასწავლას, რომელიც ახალი მიღებული აქვს twins. ორივე პროცესი ძილში მიმდინარეობს რაღაც დამატებითი ძალისხმევის გარეშე. აქედან გამომდინარე, ფაქტიურად კიდევ ერთხელ შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ძილის დროს მიმდინარეობს მეხსიერების კონსოლიდაციის გამაძლიერებელი ფაზა და მისი ფუნქცია არის ძილის პროცესში მეხსიერების აქტიური შენახვა და შენახული ინფორმაციის, ანუ შენახული მეხსიერების კიდევ უფრო გაძლიერება. ეხლა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, როდესაც ჩვენ დასწავლის პროცესს განვიხილავთ, არის ის, რომ თვითონ დასწავლა არის არაერთგვაროვანი ფენომენი და შესაბამისად სხვადასხვა ფორმებს გამოყოფენ. და როდესაც ადამიანებში სწავლობდნენ ძილის მეხსიერებაზე გავლენას, ძირითადად დასწავლის ეგრეთ წოდებულ მეხსიერების დეკლარაციულ ფორმაზე ხდებოდა აქცენტის გაკეთება. და სწორედ ისეთ ამოცანებს იკვლევდნენ, რომლებიც დეკლარაციულ მეხსიერებას შეეხებოდა. იმის და მიხედვით თქვათ, რომელი კონკრეტული ამოცანა იყო კვლევაში გამოყენებული, ან თქვათ, შემდგომ ქვემოთ აღვნიშნავთ, რომ ემოციურ მდგომარეობასაც ასევე მნიშვნელოვანი ზემოქმედება აქვს, ანუ რა ემოციური ფონი იყო ადამიანში თუ ასე შემდეგ, ამაზე დაყრდნობით მთელი რიგი განსხვავებული შედეგები მიიღებოდა აღნიშნული საკითხის შესწავლისას. კონიკისა და კოლეგების მიერ ნაჩვენები იყო, რომ იგივე ვთქვათ, უცხო ენის შესწავლის ტრენირების შემდგომ REM ფაზა, ანუ თვალების სწრაფი მოძრაობის, ანუ პარადოქსული ფაზა ძილის, როგორც წესი, უფრო ხანგრძლივდებოდა. და თანაც, რაც მნიშვნელოვანი იყო,
მათ ნახეს, რომ ეს გახანგრძლივების პროცენტული მაჩვენებელი ფაქტიურად პირდაპირ კორელაციაში იმყოფებოდა დასწავლის ეფექტურობის ხარისხთან. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ იგივე ვთქვათ, უცხოენის შესწავლის ტესტის შემთხვევაში, როდესაც მსგავსი კვლევა ჩატარდა მაიენბერგისა და კოლეგების მიერ, მათ მსგავსი რაღაცა შედეგი და მსგავსი ფენომენი ვერ ნახეს. მთელი რიგი მახასიათებლებით და მთელი რიგი მონაცემების თვალსაზრისით საკმაოდ ესე იგი დიდი მრავალფეროვნება არსებობს ლიტერატურაში ძილის ზემოქმედების თვალსაზრისით დასწავლისა და მეხსიერების პროცესებზე. და მათ შორის განსხვავებული შედეგები მიიღებოდა იგივე ძილის სელექტური დეპრივაციით მეხსიერების გაუარესებასთან დაკავშირებით. ხა სელექტური დეპრივაცია რაში მდგომარეობს, რომ შესაძლოა საკვლევ ობიექტს, მათ შორის ადამიანს ნება არ მივცეთ, რომ გაიაროს რომელიმე კონკრეტული სტადია ძილის დროს. ამოვაგდოთ მისი ძილიდან ან რემძილი, ანუ თვალების სწრაფი მოძრაობების ფაზა, ან რომელიმე არა რემძილი, რომელიც ქვესტადიებად იყოფა, როგორც თქვენთვისაც კარგად არის ცნობილი. და მართლაც მსგავსი ტიპის კვლევებმა აჩვენეს, რომ სელექტური დეპრივაცია ზოგ შემთხვევაში ვთქვათ იგივე რემძილის სელექტური დეპრივაცია ზოგ შემთხვევაში პირდაპირ კავშირში იყო მეხსიერების გაუარესებასთან, თუმცა მსგავსი შედეგი არ იყო მიღებული ყველა კვლევაში, რომელიც სხვადასხვა ჯგუფის მიერ იყო ჩატარებული. ბოლო ხანებში ბორნისა და კოლეგების მიერ გამოკვლეული იყო და ნანახი იყო, რომ ნელტალღოვანი ძილით გაჯერებული, ასე ვთქვათ, ნელტალღოვანი ფაზით გაჯერებული ძილის შემდეგ ადგილი ჰქონდა სიტყვათა შეწყვილების ასოციაციის ტესტის შედარებით უფრო გაუმჯობესებულ შესრულებას. და თავისი მხრივ აღნიშნული ტესტი, როდესაც ის ტარდებოდა, ვთქვათ, უშუალოდ ჩაძინების წინ, გარკვეულად ცვლიდა ძილის მახასიათებლებს. ანუ ვთქვათ, იგივე ცვლიდა ცალკეული ფაზების, ძილის ცალკეული ფაზების ხანგრძლივობას, ასევე ამ ფაზების შიგნით ელექტროენცეფალოგრაფიულ სურათს და ასე შემდეგ. ხა სიტყვათა შეწყვილების ტესტი ფაქტიურად მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანებს აძლევენ რაღაცა სიტყვების წყვილს და თხოვენ მას, რომ აღნიშნული წყვილები დაიმახსოვროს. ნახეს, რომ თუ ადგილი ჰქონდა ისეთი ტიპის წყვილების მიცემას, რომელიც შედგებოდა სიტყვებისაგან, რომელიც რაღაცნაირად მაინც შინაარსობრივად ერთმანეთთან იყო დაკავშირებული, მაშინ აი ზემოთ აღნიშნული ფენომენი, კერძოდ აი ნელტალღოვანი ფაზით გაჯერებული ძილის შემთხვევაში შეწყვილების ტესტის გაუმჯობესება ნამდვილად ჩანდა. მაგრამ თუ თქვათ კვლევის დროს ადამიანებს ეძლეოდათ ამოცანა, რომელიც გულისხმობდა არა შინაარსობრივად დაკავშირებული სიტყვების შეწყვილებას, არამედ რაღაც შემთხვევითად არჩეული სიტყვების შეწყვილებას, მაშინ მსგავსი შედეგი არ მიიღებოდა. და როდესაც მე ზემოთ აღვნიშნე, რომ ძილის მეხსიერებაზე გავლენის კვლევისას განსხვავებული შედეგების მიიღებას სხვადასხვა მკვლევარების მიერ, სწორედ აი ასეთი დეტალური განსხვავებები კვლევებში თუ ცდებში გამოყენებულ ამოცანებში შესაძლოა ძალიან კრიტიკული და გადამწყვეტი იყოს შედეგებისთვის, რომელიც აღნიშნული კვლევის შემდგომ მიიღება. და ფაქტიურად კიდევ და კიდევ აქედან გამომდინარე მივდივართ იმ დასკვნამდე და უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ ძილის როლი მეხსიერების კონსოლიდაციაში ისევ და ისევ
დამოკიდებული არის დასწავლის ამოცანის ფორმაზე. და არა მარტო ვთქვათ დასწავლის ამოცანის ფორმა, არამედ მთელი რიგი სხვა ფაქტორები, როგორიც არის ემოციური ფონი, ასევე საკუთრივ ამოცანის სირთულე ძალიან დიდ მნიშვნელობას ახდენს დასწავლის პროცესის ძილზე დამოკიდებულების ხარისხზე. თვითონ დასწავლის პროცესზეც რა თქმა უნდა და აგრეთვე იმაზე თუ რამდენად ეფექტურად ახდენს შემდგომ ძილი უკვე აღნიშნული დასწავლის გარკვეულწილად რეგულაციას ან მოდიფიკაციას. მე ზემოთ აღვნიშნე, რომ ადამიანების შემთხვევაში ძილის ზემოქმედება დასწავლისა და მეხსიერების პროცესზე ძირითადად შემოიფარგლებოდა დეკლარაციული მეხსიერებით, მაგრამ თქვენ კარგად მოგიხსენებათ, რომ საკუთრივ დეკლარაციული მეხსიერებაც თავის მხრივ სხვადასხვა ფორმად იყოფა და როგორც წესი ძილის ზეგავლენის შესწავლისას ისეთი ფორმები დეკლარაციული მეხსიერებისა, როგორიც არის ეპიზოდური და სემანტიკური მეხსიერება, ჩვეულებრივ ნაკლებად იყო გამოკვლეული და შემდგომ უფრო ფართე კვლევებს საჭიროებს. ძირითადად, როდესაც სწავლობდნენ ძილის გავლენას დეკლარაციულ მეხსიერებაზე, მეხსიერების ისეთ ფორმებზე ხდებოდა ფოკუსის გაკეთება, რომელიც გარკვეულწილად ძილთან დაკავშირებული ფორმა იყო. ამ სახის კვლევებში როგორც წესი ისეთ ტიპის ამოცანების გამოყენება ხდებოდა, სადაც შედეგის გაზომვა როგორ შესაძლებელია გახსენებისა ან შეცნობის საფუძველზე. და შესაბამისად აქცენტი კეთდებოდა მეხსიერების გაძლიერების პროცესზე და ნაკლებად მოწმდებოდა ისეთი პროცესები, როგორებიც არის, ვთქვათ, იგივე მეხსიერების სტაბილიზაცია, ასოციაცია, ტრანსლოკაცია ან რეკონსოლიდაცია. და პრინციპში ეს არც არის რთული წარმოსადგენი, იმიტომ რომ რაღაცა სათანადო ტესტების შემუშავება იმისთვის, რომ ზემოთ ჩამოთვლილი ფორმები და პროცესები პირდაპირ შემოწმდეს, საკმაოდ დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული. ახლა მოგვიანო პერიოდის კვლევებში ნაჩვენები იყო, რომ ასოციაციური მეხსიერების სიძლიერე გარკვეულწილად იცვლებოდა მდგომარეობაზე დამოკიდებულებით. და იყო კვლევები, რომლებმაც აჩვენეს, რომ რემძილი ტვინის მდგომარეობას, განსაკუთრებულ მდგომარეობას უზრუნველყოფდა, რომლის დროსაც სუსტი ასოციაციების და შეძენილი ინფორმაციის გადამუშავების გაძლიერება მიმდინარეობდა. ასევე ძალიან საინტერესოა ის ფაქტი, რომ რიცხვების თანმიმდევრობის პრობლემის გადაჭრის ამოცანაში, როგორც ჩანს, ღამის ძილს ძალიან ისეთი ეფექტური ზემოქმედება გააჩნია და აღნიშნული ძილის გავლის შემდგომ უფრო ადვილად ახერხებდა საკვლევი ობიექტი დამალული კანონზომიერების ამოხსნას, რაც ცხადია მეორე დილით ამოცანის შესრულების გაუმჯობესებულ სტრატეგიას უზრუნველყოფდა. და როდესაც აღნიშნული ედარებოდა, ვთქვათ, იგივე იმავე ხანგრძლივობით სიფხიზლის პერიოდში პაუზის გაკეთებას, აღმოჩნდა, რომ იგივე ხანგრძლივობის სიფხიზლე არავითარ ისეთ ეფექტს, მნიშვნელოვან ეფექტს არ ახდენდა, აი ამ თანმიმდევრობის კანონზომიერების ამოხსნაზე.